გამარჯობა. გამარჯობა, მოგზანდით. კარგად, მოგზანდით. სწორად მოხვდი, მე მგონი. სად? სადღესასწაულო ცენტრი, ხო? დიახ. დაბადების დღეების მოგზანდით. გადახდა და დაბრძანდით. თქვენთან მომასწავლის. ბავშვს რა თქმა უნდა, დაბადების დღე. ვინ მოგასწავლოთ ესე? ახლობელმა. ხო, ძალიან კარგი. ხო. რა მაინტერესებს, აი, დიახ. პრესტიჟული თუ არის ეს? რას ამბობთ? ჩვენ ძალიან დიდი ქსელი გვაქვს სხვათა შორის. ეხლა თქვენ ხო მოხვედით დაბადების დღეების ცენტრი ხო არის აქ, არა? ჩვენ ასე გვაქვს ფილიალი. ქორწილის გადახდა ვთქვათ. ასეთი მშვენიერი ფილიალი გვაქვს. გვაქვს ასევე ხელის მოწერის ფილიალი გვაქვს. ასევე გვაქვს ნათლობისთვის რომ მოინათლები და მე ხო რაღაც ტუსოვკა მაგისტრის გვაქვს და პურის ჭამის ვისა გვაქვს ფილიალი, კაი პური იჭმება იქ ასე ამბობენ ჩვენები და ერთ ძალიან დიდი ქსელი გვაქვს. კარგი, ეს მისაღებია ალბათ და თვითონ ფართი დიდი არის? რას ამბობ, ძალიან დიდი პარტია. ეს პარტი ისედაც დიდი გქონდა ჩვენ, მაგრამ ეს რაც დათვი მოგვიკვდა, ხო, იმის ადგილი გათავისუფლდა და ეხლა მოვამატეთ მაგისი ტერიტორია. მოკვდა. ხო, მოკვდა საწყალი. მიგვეპარა ტორტებზე და შეჭამა ტორტი და მოკვდა. არა და ბავშვებს როგორ უყვარდა ისეთი კარგი დათვი იყო და ეხლა იმის ადგილი მოვამატეთ და უფრო დიდი პარტი გვაქვს. კარგი და გარეთ ესა სტაიანკა თუ არის მანქანების სადგომით ნახეთ როგორ მოეწონ თქვენ შეიძლება გაერთობთ ჩვენთან ის სულ აქტიული ხოლმე აწირა გელი პატარა მგეუნა კარგი და სტაიანკა გელი მოვით ხო დიახ გელია უბრალოდ ცისფერი გელია აი ფერი აქ ესეთი ცისფერი გელია გელია ხო დიახ ხო და რას გეკითხებოდით მანქანების სადგომი თუ არის სტაიანკა თქვენ კი აი აი აქ დააყენეთ არავინ არ მიეკარება კი ესეთ სადგომია ავტოსადგომია კარგი ასე არა უშავს რა მაინტერესებს ახლა ჩვენ რომელ საათამდე შეგვიძლია რომ ვიყოთ ანუ ეს დარბაზი და ეს ყველაფერი რომელ საათამდე შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენ რომელ დღე გინდათ დღე შაბათს ემთხვევა დაბადების დღე ბავშვის შაბათს 4-მდე 4 საათამდე 4-მდე ეს რატო არ შეზღუდულები 4-მდე იმიტომ რომ მე გვაქვს ქელეხის სუფრა აქ ხო და უნდა მოვასწროთ იქამდე მოვასწრებთ ბავშვები ხა მაინც რა რა თქმა უნდა უცებ ვითამაშებთ რა მაინტერესებს ახლა თქვენ ავეჯი როგორი გაქვთ ესეც მაინტერესებს მაგრამ აი ის თუ გაქვთ ფუმფულა პუფი რომ არის პუფები ფუმფულა პუფები ესე ის მე გეტყვით ახლა რა შეასაკ ჩვენ მოვიტანეთ პუფები განაფული გვენანება მოვიტანეთ ეს პუფები მაგრამ არ მოეწონათ ბავშვებს არ ჭამეს საერთოდ აბილიარ დააკარე საერთოდ სერვანტი მოსწონთ ისე აკრატუნებენ ამ სერვანტს ჭამენ მოსწონთ ძალიან კარგი დამთრინათ ეს რა დაჯდება თქვენი სერვისი რა ჯდება რა დაჯდება ობიძია 700 ლარი 700 ლარი დაჯდება 700 ლარი ხო კი კარგი და აი ნამცხრები რო ჩვენ შემოვიტანოთ ნამცხრებს თქვენ თუ მოიტანთ მაშინ 500 თუ თქვენი ნამცხრები იქნება 500 ეგრე კარგია ხო დიახ ლიმონათი რო ჩვენ შემოვიტანოთ ლიმონათიც ნუ მაშინ უკვე 300 ვერ დარჩა კარგი და აი ჭურჭელიც რო ჩვენ შემოვიტანოთ ეს დაჯდება ეხლა თქვენ ისიც რას გეტყვით მე შეგიძლიათ მოიტანოთ 200 ლარი და საერთოდ არ მოხვიდეს არა მასე არ მაწყობს იცით რატო კაი ვარიანტია მე მომწონს არა მასე არ მაწყობს და კარგი და აი ამ თანხაში რა შედის აი თქვენი სერვისი პროგრამა რა გაქვთ თქვენ როგორი არის ერთ-ერთი ესეთი ორიგინალური პროგრამა გვაქვს ჩვენ სხვათა შორის ჩვენგან აიღეს ძალიან ბევრი ესე იგი თავიდან ჭამენ ბავშვები ძღებიან ბავშვები ჭამენ მე არის ხო ჩაიწერ პრობლემა არის ესე იგი ხო ჭამენ ესე მე ჩქარახუ არ კარნახო არა მე ესე იგი გასართობი პროგრამა იქნება გაერთობიან ეს ბავშვები, ესე გაართობენ და მერე კულმინაცია, გრანდიოზული კულმინაცია. შემოაქვთ ტორტი, ეს ტორტი ამ ყველაფრის მერე 5 ლარი დის ეს ტორტი შემოუტანა, შემოაქვთ და გააქვთ. 5 ლარად თქვენ წარმოიდგინეთ რა იაფია? წარმოიდგინეთ. ხო, არა, ის შემოუტანა მაწყობს და ის
გინდათ რომ გაჩერდეს ტორტი? ხო, რა ვიცი, აბა. მაშინ 20 ლარს იხდით და ცოტა ხანს აჩერებენ და მერე გააქვს. 20 ლარი ხო, მასე მაწყობს, ცოტა ხანი გავაჩეროთ მაშინ. და რა მაინტერესებს, მენიუ როგორი გაქვთ, აი საჭმელები თვითონ, იმიტომ რომ ჩემი ახლობლის ბავშვის დაბადების დღე არის პარასკევს და მანაც თქვენთან მისცა შეკვეთა. მოიცა ჩვენთან იხდის? თქვენთან მისცა შეკვეთა. რატო? არ ვიცი. ვინუჩიანი? ხო, კარგი. ხო, არ ვიცი. და მან მითხრა რომ მენიუში არის ბორში. ხო, ბორში არის მენიუში ლობიო და соуზი. და მე მაინტერესებს აი შაბათს რა იქნება მენიუში. ბორში, ლობიო და соуზია პარასკევს. ხო. შაბათს ესე იქნება ცოტა ბორში, ცოტა ლობიო, ცოტა соуზი. სასმელებს რაც შეიძლება. სასმელები თავიდან არა პრობლემა. სასმელებს თავიდანვე ჩავდგამთ მაგიდანში 15 ბოტლ არაკს. თავიდანვე იქნება. რა არის, ვერ 15 ბოთლი არა. არა, ეხლა რა შეასაქმე უყურეთ, ბავშვები ხო დაიწყებენ დალევას და რაღაც. ეხლა მერე რო შუა სმაში არა ადგენენ ნასვამები, გარეთ არ გავინ, იქ ლეკებმა არ მოიტაცონ, რამე არ მოხდეს. იქ იქნება და დათვრებიან ბარემ. ლეკებიც აყავთ თქვენ? ჩვენ არა მოდიან. გასაგებია. კარგით. ამ თანხაში მე რაც გადავიხდი, რა მაინტერესებს, თუ შედის აი ტორტზე სანთლების დამაგრება. მე მომთხოვეთ კიდე სანთლების დამაგრება. ჩვენ თანხაში, ხო. შედის ჭანდაბას ხო? ხო, შედის ესე. სანთლები. სანთლები. შედის. თქვენ გოგო ყავთ თუ ბიჭი ბავშვი? გოგო. რამდენი წლის არის? 6-ის. ესე 6-ის. 6 არა, 2 სანთელი. 2 ოღონდ ახლა მე თქვენ არის გოგოები ხო მალავენ ასაკს. 2 სანთელს ჩავაჭობთ ამ ტორტში და თან არავინ არ კითხავს ახლა გოგოს ხო არავინ რამდენი წლის გაახდი ესე 2-2-ია და საკმარისია 2. ოღონდ ერთი რამე მინდა გაგაფრთხილოთ რომ არავითარ შემთხვევაში ბავშვებმა ეს სანთლები არ შეჭამონ. სანთლები არ შეჭამონ. სანთლები რატომ უნდა შეჭამონ? ტორტი თუ იქნება იქ. თქვენ მე დამიჯერეთ ის სანთლები ბავშვებმა შეიძლება შეჭამონ. დამიჯერეთ მე. კარგი. იმ ტორტს ნახავენ სანთლების ჭამას დაიწყებენ. ისე მოეწონება ტორტი. კარგი, ისე მოეწონებათ და მე რა მაინტერესებს ახლა ბავშვები რომ შეჭამეთ ცოტა ხო ის მოითხუპნებიან, დაისრებიან ხო ტორტის შემდეგ და ის თუ გაქვთ აქ თბილი წყალი რომ დაბალოთ. არა, თქვენ ახლა რას თბილი წყალი კი არა, ჩვენ რას ვიზავთ, იცით? შემოვიტანთ და მაგიდასთან დავდგამთ ერთ ვედრა ნავთს. ნავთი იქნება ამ ვედრაში, საავიაციო ნავთი. ხო, იქ იქნება და იმაში ამოიბანენ ამ ხელებს, ამოიბანენ. და ტორტის მოცილებას ნავთი რა თუნდა? არა, თქვენ დამიჯერეთ მე რომ იმ ტორტის მოცილებას ნავთი უნდა. კარგი. დეცინფექციას აკეთებს, კარგია ნავთი რატომ მომწონს? კარგი. და რა მაინტერესებს ის რაც დარჩება მე რასაც ვერ შეჭავენ ბავშვები იმ ტორტის წაღება თუ შეიძლება რომ წავიღოთ შემდეგ? არა, თქვენ არ წაიღებთ იმ ტორტს. არ წავიღებთ? დამიჯერეთ მე რომ თქვენ იმ ტორტს არ წაიღებთ. კარგი ბატონო, რა ვიცი, ესე იყოს. კარგი და ახლა ეს მენიუ გასაგებია და ახლა გართობას რაც შეხება, რაღაც გასართობი თუ გვაქვს რაღაც გასართობი ოთახები? აი მაგალითად გვაქვს ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ ოთახი გვაქვს გაზეთების ოთახი. გაზეთები არის იქ და ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ. ბავშვებს გაზეთები რა? შენ დაახევენ ამ გაზეთებს. დაახევენ. თავზე გადაიხევენ, ჭამენ, მოსწონთ ძალიან მე. ვერ მიმივხვდით მე. უფრო ცოტა სხვანაირი გასართობი მინდა. აი მაგალითად სხვაგან არის ხოლმე სახტუნაოები და რაღაც ესე. სახტუნაო გინდათ? ერთი ჩემი კრაოტი. ჩემი კრაოტი გადასაფარებელს ავიღებ და იხტუნავებენ იქ, ისეთი კაი ბრუჟუნები აქვს. კრაოტი. აჰა. სახტუნაო კრაოტი. კრაოტი ეს ახალი. ჩემსაც დაუთმო პირადად, კი, ჩემი ცოლი გახტის, ისე მოსწონს იმას და ამ რეზინებს და ეს დაახტი და არა უძლებს. ძალიან კარგი. გამრთობს რაც შეეხება, გამრთობი თუ არის ამ ცენტრში? გამრთობი ისა. ხო. თქვენ თუ გაქვთ ნახი ის ფილმი კრავავი სპორტ. კრავავი სპორტ, სისხლიანი სპორტი. დიახ, ვანდამი როა იქ. ერთი კაცია იქ, ესეთი კონთებიანი კიკინა აქვს, ესეთ თოქს რო იხვევს ხელზე, მერე იმაში წებოში დებს და შუშებს ესე იკრავს. როგორ არ მოხდა? ეს კაცი შემოვა მაგ კაცის. ეს კაცი შემოვა. ეს კაცი შემოვა სად? აქ დარბაზში? დიახ, ეს შუშები. მოიცა რა, ეს კაც ქართველი არის? კი, ეს არის, რა ქვია, თერჯოლელია ეს კაცი. კი. ხო და ჩვენთან თანამშრომლობს დიდი ხანია და აი ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ეჭხუბოს ამას. კი, აი. კაცები. ძალიან კარგი. და ჯამბაზები თუ ყავს? ჯამბაზები არ ყავს, იმიტომ რომ ჯამბაზები ხა, სამაგეროდ გარედან შემოყვანას არ ბრძალავთ ჯამბაზებს. შეგიძლიათ შემოიყვანოთ.
ჩემი ჯამბაზით რომ მოვიდე, ესე იგი პრობლემა არ არის. თქვენ ეს გიცნობენ ბავშვები, ისე მიგხატავთ, მოგხატავთ იქ დაპიპინო ცხვირს რაღაცებს გაგიკეთებთ და გარ. აი, ეცანა. გაუმარჯოს. როგორ ახართ, როგორ. გაიცანით, ეს არის ჩვენი მუდმივი კლიენტი. სულ ჩვენთან დადის სულ აქ ერთობა, დაბადების დღეს ბავშვობიდან აქ იხდის და ძალიან სასიამოვნოა. როგორ ახართ, როგორ? თქვენ ალბათ ისევ ის გინდათ ფიფქია, ხო? ხო, რა, გამართეთ რა. ესა ცირა ეხლა ცირა ფიფქია გამოუშვი? გამოვა ეხლა. ფერია ფიფქია. ფიფქია, ხო რა კარგია მეც ვნახავ. კარგი, მადლობთ. ისე უყვართ. ბავშვებს ისე მოსწონთ, ნახეთ. Спасибо. ისეთი კარგი ის არის, ეხლა პიპ. ითამაშ გაერთეთ. არა, მომეცია. უკაცრავად. ხო, პიპკია. ეს იყო ფიფქია? პიფქია. ეს ისა რა ქვია, ფიფქია იყო ეს პიროვნება? პიფქია იყო პიროვნება კი არა. პიფქია. და შაბათს ბატონი ფიფქია იქნება? პიფქია იქნება, კი. აჰა. ესე იგი ეს არის ფიფქია? კი, რა თქმა უნდა. და დევი ყავთ თქვენ? დევი. დევი შაბათს გინდათ, ხო? შაბათს დევი იქნება პარასკევს. გივი იქნება პახმელიას დალევს, შაბათს დილით იქნება პახმელიაზე და ეგ იქნება დევი. გივი? კი, დილით შაბათს ეგ პახმელიაზე იქნება, სამსახურში არ წავა და დევი იქნება. და ეგ გავს მე დევს. პახმელიაზე იქნება, მე ხო გითხარით. ძალიან. და რაღაც მუსიკალური ის თუ გაქვთ თქვენ ნომრები, რომ აი ბავშვებმა იცეკვონ იმ ვაიმე, არაჩვეულებრივი ორი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც თან ცეკვავენ, თან ღერიან, რაღაცეები აქვთ დადგმული ესე, რაღაცა ბავშვებს მოსწონთ საოცრად. ეხლა შემიძლია პროგრამა გაჩვენოთ, სულ. შემიძლია რომ კი, ესა, ცირა ბიჭები შემოვიდნენ რა, ვნახავთ. აი მოვიდნენ. აი პროგრამა აინტერესებთ. გამარჯობა. ჰამლეტ ჯამლეტ ჩვენ ძალიან გვევასება ყველა პატარა კამფეტებს თუ მოგვიტანენ შევჭამ თაბარა გავცივდი აბაჩქარა მოიხურე არ გაცივდე მოიხურე გამოვკეთდი ჰამლეტ მოდი ბავშვებს ვასწავლოთ რა და ჩვენი მისალმება ტიმ დუშ ტუკი ბუმ ზიგ ჰაი მოგეწონათ კარგად ნახეთ რა კარგია, ვაიმე. აი ეს კურდღელი აიყვანეთ. წამომგზავრდით მეზობლის ეზოს გაჩვენებთ რა ლამაზი ეზოა. აქ ბავშვებს შეუძლიათ დაინახოთ. წამომგზავრდით.